2014 წლიდან საქართველოში სოფლის რწმუნებულის ინსტიტუტის ნაცვლად სოფლის საბჭო ფუნქციონირებს. რეფორმა ქვეყნის მასშტაბით 3500 სოფელში განხორციელდება. ცვლილების შესახებ გადაცემა დიალოგში სტუმრად მყოფმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გააკეთა. ახალი პროექტის თანახმად სოფლის საბჭო ადგილობრივებით დაკომპლექტდება სოფლის თავკაცს, სწორედ ისინი აირჩევენ. სახელმწიფო მეც გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და სოფლის მკვიდრთა დაახლოების მიზნით მიიღო. თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ორ მხარეს შორის ცუდი კომუნიკაციის გამო მოსახლეობის პრობლემები სრულყოფილად ასახული არ იყო. მისი თქმით, სწორედ ამიტომ სოფლის საბჭოს ის უფლებები გადაეცემა, რასაც რწმუნებულები ახორციელებდნენ. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მალხაზ ფარტენაძის შეფასებით, სოფლის რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმება სოფლის მკვიდრთა ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ქვეყანაში პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის განვითარებას აუცილებლად თემის განვითარება უნდა ახდეს, სოფლის განვითარება მოყვება და ამას ყველაფერში ფაქტიურად ის სოფლის და თემის რწმუნებული აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე დეტალურად არიან საქმის ყურში. პრობლემაც იციან რომელ სოფელში, რომელ ადგილას რა პრობლემაა. და მე ვფიქრობ, ეს ინსტიტუტები უნდა განვითარდეს, რაც შეეხება იმას თემის რწმუნებული ექნება, თუ რაღაც საბჭო შეიქმნება, ეს სხვა თემაა. რაღაც სოფლებში იქნება უფრო მეტი აქტიურობა, რაღაც სოფლებში უფრო ნაკლები აქტიურობა და თავარია დავიწყო და სწორ გზაზე წავიდეთ. ეს რეფორმა არის ჩარჩოების შექმნა, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ შევქმნით მთლიანი კარკასი საჯარო ხელისუფლების, წლიდან წლამდე ამ ტრანსფორმაციით და ამ კამათით კონსტიტუციიდან დაწყებული, თვითმმართველობის დონით დამთავრებული ყველა სფეროში წლიდან წლამდე აქეთ-იქით ირხევა ეს ყველაფერი და ვერ ჩამოყალიბდა, ამიტომ ეხლა არის მცდელობა, რომ მთლიანად საჯარო ხელისუფლების ჩონჩხი ჩამოყალიბდეს, კრების რეალურად ჩატარება და მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები მართლაც იწყებს შესრულებას. მეორე მამლა დაინახოს, რომ რეფორმების პროცესში მათი ხმა მართლაც ისმის ამ სოფლების მუნიციპალიტეტებს ოპტიმიზაციას.